ერთი საქართველოს წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ახლა ერგნეთისაკენ მიემართებიან, სადაც ომის მუზეუმში წასვლა გადაწყვეტეს. მანამდე კი იყვნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპულ გმირებს მიაგეს პატივი. მათ ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ სწორედ დღევანდელი დღე არის მთავარი წყალგამყოფი და მთავარი დემონსტრირება იმისა, თუ სად არის ქართველი ხალხი და სად არის ქართული ოცნება, რომელიც რუსულ კრემლისტურ თამაშს თამაშობს და ცდილობს საქართველოს ისტორიის გადაწერას, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არის მისთვის მტერი, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს არ გამოუვა ისტორიული ფაქტების ფალსიფიცირება და ქართველი ხალხის მოტყუება. დღეს საღამოს კი გაიმართება მარში, რომელიც დაიწყება ფილარმონიასთან და დასრულდება გმირთა მოედანზე. დღესაც სამწუხაროდ გამოჩნდა მთავარი განსხვავება ერთ საქართველოსა და ერთ კაცს შორის. ის ერთი კაცი, რომლისთვისაც ისტორია არაფერს არ ნიშნავს. მეორე მხარეს კი ვართ საქართველოს საზოგადოება, ვისაც გვახსოვს აკადემიელები, რისთვის დაიღუპნენ. დღეს შეუძლებელია რამე გამყოფ თემაზე ან პოლიტიზირებულ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ დღეს ყველას, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია, ყველას გვახსოვს რა დაგვიჯდა ეს თავისუფლება, ამ ადამიანების სიცოცხლე. ასევე ყველას გვახსოვს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველდღე არის საჭირო. ყველა ქართველმა იცის და ყველა ქართველს ახსოვს, რომ 7 აგვისტოს ზუსტად რუსეთმა დაიწყო ომი. თუმცა იმედი მაქვს, რომ სულ ახლო მომავალში ამ ომს ზუსტად უკრაინა დაამთავრებს, მასთან ერთად საქართველოც და ის თავისუფლება და ნამდვილი მშვიდობა, რაც უნდა საქართველოს მოქალაქეებს, ის ნამდვილად მოგვესწრება. ამისთვის ერთადგომა არის საჭირო და გააზრება, რომ ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ იმ ერთი კაცის წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები და ჩვენ გვახსოვს ვინ არის მტერი. მიუხედავად იმისა, რომ მავანი და ამ შემთხვევაში არალეგიტიმური ქართული ოცნება ცდილობს, რომ საქართველოს მოსახლეობას წარმოუჩინოს ისე თითქოს საქართველოს დაიწყო ომი, ამ ყველაფერს საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო სასამართლოები სხვანაირად უყურებს. ასევე წავალთ ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან და ასევე შინდისში, რათა მივაგოთ პატივი იქ დაცემულ გმირებს. ხოლო საღამოს 8 საათზე ფილარმონიიდან გმირთა მოედნამდე გვექნება მარში, სადაც შემდეგ აღევლინება პანაშვიდი ქართველი გმირების საპატივცემულოდ. დღეს 7 აგვისტოს არის რუსეთის საქართველოში შემოჭრის წლის თავი. და ეს მნიშვნელოვანია ძალიან 7 აგვისტო. ჩვენ დღეს აქ ვართ გმირთა სასაფლაოზე, რომ მათ მივაგოთ პატივი. რა თქმა უნდა, ჩვენ გულში ბევრი რამე ტრიალებს, მაგრამ ამ დღეს და ამ წუთში თავარი არის ჩვენი გმირების ხსოვნა. მარშს გავმართავთ უკვე იმისთვის, რომ გვახსოვდეს ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ შემოიჭრა ჩვენ ქვეყანაში და ვინ დაგვიხოცა ეს ჩვენი მამაცი ახალგაზრდები და იმისთვის, რომ არასოდეს ასეთი რამე აღარ დაუშვო და საქართველოს იყოს ერთი მხრივ მშვიდობიანი და დაცული და ძლიერი ქვეყანა და მეორე მხრივ ყველანი ვიყოთ მომართული ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის და მხოლოდ ასე მოხდება ის, რაც ჩვენ გვინდა. დღეს სამოქალაქო აქტივისტები შინდისის გმირების მემორიალთანაც მივლენ, ხოლო საღამოს კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გაიმართება აქცია მარში, რომლის მთავარი სათქმელიც იქნება ის, რომ საქართველოს ძალიან კარგად ახსოვს გმირები და ასევე ახსოვს ვინ არის მისი მთავარი მტერი.